ადამიანს ყველაზე ძვირფასი რაც მიანიჭეს არის თავისუფალი ნება და ჩვენ ადამიანის თავისუფალ ნებაში არ ვერევით და არც გვაქვს უფლება რომ ჩავერიოთ. სწავლის დაწყებამდე მოსწავლეთა ნაწილი სკოლის შენობაში მდებარე ტაძარში იკრიბება და ლოცვას ესწრება. ეს იგივე შენობა და იგივე სკოლის მოსწავლეები არიან. თანაკლასელების მსგავსად ისინიც დილიდან ველოცულობენ, მხოლოდ ერთი სართული ძევით. სიტყვის თავისუფლება გაქვს, რომ შეგიძლია ის იყო ვინც ხარ. და ესა არა ყველაზე მთავარი ძალდატანება არა და აკეთებ იმას რაც გსურს. ანუ ხარ მუსლიმანი, იყავი მუსლიმანი, არავინ არ შეგზუღუდავს. სიყვარული არის გამაერთიანებელი მათი და თუ ადამიანს უყვარს უფალი და უყვარს მოყვასი, რა თქმა უნდა, პრობლემა რასარწმუნოების არ უნდა იყოს ადამიანი, არასოდეს არ იარსებებს. ეს საქართველოს საპატრიარქოს თამარ მეფის სახელობის სკოლა-პანსიონია. აქ დღეს ზოგადი განათლების სამივე საფეხურზე 500 ბავშვი სწავლობს. სადღეგამისო პანსიონში 119 ბავშვი ცხოვრობს. ჩვენი ერისათვის, სამშობლოსათვის უპირატესი დღეს არის განათლება. ჩვენ უნივერსიტეტების და სასწავლებლების პრობლემა კი არ გვაქვს საქართველოში. საქართველოში გვაქვს განათლების პრობლემა. თორემ გახსოვთ ალბათ იყო დრო როცა ყოველ სადარბაზოში იყო უნივერსიტეტები გახსნილი საქართველოში, მაგრამ აი რა მოგცა მან. თუ უფრო სწავლის მოთხოვნის გამო გადავწყვიტე, იმიტომ რომ მაინც დედაქალაქია, სწავლის მხრივაც უფრო მეტი მოთხოვნაა და აქედან უფრო ბევრს მიაღწევ რა, მაგრამ მონდომებაც უფრო მთავარია. თუ შენ გინდა ყველაფერს მიაღწევ რა. ეს ერთადერთი სკოლა-პანსიონია საქართველოში, რომელსაც 4 ავტორიზაცია აქვს გავლილი. ხეზე კვეთა მინანქარი, თექა, გობელინი, ტიხრული და ფერწერული მინანქარი, ეროვნული სამოსის მოდელირება. სკოლის მოსწავლეები ზოგადი განათლების გარდა სურვილის შემთხვევაში პროფესიულ განათლებასაც იღებენ. ყველა ხომ უმაღლეს სასწავლებელში არ გააგრძელებს სწავლას და მათ ექნებათ უკვე სპეციალობა და შეუძლიათ რომ მათმა თავის ამ სპეციალობით გააგრძელონ მუშაობა და ეს გარკვეული შემოსავალი ექნებათ. ისინი დასაქმებული იქნებიან, კერძო მეწარმეები იქნებიან. ისეთი პირობებია, რომ კაცს არ შეიძლება რომ აქ არ მოეწონოს არაფერი რა. ყველაფერი ძალიან საუკეთესოა. ყვება თუ გინდა იყოს, თუ სწავლა, მეგობრობა, ამხანაგობა, მასწავლებლო, ყველაფერი საუკეთესოა. სკოლის არსებობის 4 წლის განმავლობაში ქრისტიანი და მუსლიმი ბავშვები ერთად იზრდებიან. ერთად სწავლობენ, ეუფლებიან მუსიკალურ ხელოვნებას, ერთად დადიან სპორტის სხვადასხვა სახეობებზე და მონაწილეობენ სხვადასხვა გამოფენებსა თუ ფესტივალებში. ისეთი ბავშვებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ მთაში და თბილისზე კი არა, კარგ განათლებაზეც არ აქვს წარმოდგენა, მათ აქვს შესაძლებლობა იძლევათ საქართველოს დედაქალაქში ჩამოვიდნენ, ისწავლონ და ისა თბილისში მიიღონ განათლება. ისწავლი გაქაჩო, მიყავხარ საზღვარგარეთ. არიან კონცერტებზეც დადიან და ასე რა. ჩემი აზრით საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო სკოლაა რა. მიხარია რომ ამ სკოლაში ვსწავლობ. მაშინ როცა სკოლა-პანსიონის ქრისტიანი მოსწავლეები ტაძარში კვირაობით იკრიბებიან, სკოლის მუსლიმი ბავშვები პარასკევობით თბილისის მეჩეთში დადიან.
მე ქრისტიანი ვარ, მაგრამ ბევრჯერ მუსლიმებს გავყოლი ვარ, შესულ ვარ მათ სამლოცველოში, ბევრჯერ მათთან ერთად ყოფილი ვარ, მათთან ერთად მილოცია, ან არ მილოცია და გვერდზე დამდგარ ვარ და ისა დაუნლოდებული როდის დამთავრებია და ბევრჯერ პატივი მიგია ჩემი ამოქმედებით. ისინიც ყოველთვის შაბათ-კვირას შეიძლება ბევრჯერ შემოუყოლენ ეკლესიაში, ან აქ ყოველ 4 შაბათ-პარასკევს პარაკლისი ტარდება და ჩვენთვის ან პატივის მისაგებად ისინიც დგებიან და ჩვენთან ერთად არიან. ანუ ის მინდა ვთქვა, რომ ეს სკოლა არის ერთ-ერთი იმის მაგალითი, რომ ანუ ქრისტიანებსაც და მუსლიმანებსაც შეუძლიათ თანამეგობრულად ცხოვრება რა. ეს სკოლაც იმის საფუძველია. და ეს არის მაგალითი სხვებისათვის. ჩვენ კი არ გვჭირდება რომ ვინმე გვასწავლოს ტოლერანტობა, არამედ ჩვენ შეგვიძლია თვითონ იქეთ ვასწავლოთ ტოლერანტობა სხვებს. თბილისის სამეგრელო ზემო აჭარა საქართველოს მაღალმთიანი რაიონები ფერეიდანი საინგილო ტაო-კლარჯეთი და აზერბაიჯანი აქ ყველას არა რელიგიური კუთვნილება არ რაიმე სხვა შეხედულებები არამედ ფესვები აერთიანებს